ბევრი ამბობს და მცდარად ამბობს, ხაზგასმით ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კონცენტრირებული იქნება მხოლოდ ჩრდილო ამერიკაზე, ცენტრალურ ამერიკაზე და სამხრეთ ამერიკაზე. აი სამხრეთ ამერიკა მაგალითად არგენტინა, ხავიერ მილეი, რომელიც მისი პარტნიორია, მისი მეგობარია. ან მაგალითად კოლუმბია, რომელიც მისი მეგობარი სახელმწიფო, შეერთებული შტატების მეგობარი სახელმწიფო, სულაც არ არის მექსიკის არ იყოს. მაგალითად, ხო? ბევრი ამბობს, რომ ასე მოიქცევა პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში 2028 წლის ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს შემდეგს და სხვა რამეს. ის ამბობს, რომ სხვა ქვეყნებს არ დაუშვებ ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიო. სხვა ქვეყნის ნაციონალურ ეროვნულ ინტერესებს არ გავატარებინებ ამ ქვეყნებსო. რაც შეეხება მის საგარეო პოლიტიკას, სადამდეც მას ხელი მისწვდება, ის რაც საკვირველია საკუთარ სახელმწიფო ამერიკის ძლიერებისთვის რომ არის საჭირო, იმ ინტერესებს გაატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში რა უნდა თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებს, მაგრამ ცენტრალური აზია ერთის მხრივ რუსეთს და მისი ცალკეული სახელმწიფოები ჩინეთსაც ესაზღვრება და დიდი სახელმწიფოც არის იქ, ვება სახელმწიფოა ყაზახეთი. უკრაინაზე ბევრად დიდი. შეერთებულ შტატებს ცენტრალურ აზიაშიც კი აქვს საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და არა მხოლოდ ნავთობთან დაკავშირებული, არამედ მათ შორის ამ მდიდარ თუ სასარგებლო წიაღისეულთან მნიშვნელოვან იმ ელემენტებთან, რომელთა ექსპორტიც თანამედროვეობაში, თანამედროვე პირობების, თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით გარდაულად ჭირდება შეერთებულ შტატებს, რომ ის ტექნოლოგიურად არ ჩამორჩეს ცენტრალური აზიის ცალკეული სახელმწიფოების მეზობელი როა თურქმენეთს არ ესაზღვრება, მაგრამ რომ ესაზღვრება მაგალითად ყაზახეთს, იმ ჩინეთს არ ჩამორჩეს შეერთებული შტატები. ჩინეთია სწორედ უმძლავრესი სახელმწიფო ოკეან გამოხმა. შესაბამისად შეერთებული შტატები ყველგან გაატარებს საკუთარ ინტერესებს, მეთქი ამას ხაზგასმით ვამბობ. მათ შორის გაატარებს რასაკვირველია ირანში, მე ვერ გეტყვით ცხადია რას იზამს უახლოეს ხანებში, უახლოეს დღეებში შეერთებული შტატები, მაგრამ რომ არ გამორიცხავს ირანზე საჰაერო იერიშების მიტანას, კომპლექსური საჰაერო იერიშების მიტანას და ირანში რეჟიმ ჩეინჯს, ეს ფაქტია. აკი ამიტომაც ირანის გარშემო კონცენტრირებულია პრაქტიკულად სრულად უმძლავრესი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები არ გულისხმობ სახმელეთო ჯარებს, გულისხმობ პირველ ყოვლისა ავიაციას და გულისხმობ რასაკვირველია იმ ძალებს, რომლებიც ირანს გარკვეულზე მაღალი ალბათობით შეუტევენ მიმდებარე ზღვებიდან და სრუტეებიდან. ავიამზიდებია იქ კონცენტრირებული და ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად მიდის იმ წერტილამდე, როდესაც მიიღებს ბრძანებას პრეზიდენტისა ცეცხლის გახსნის თაობას. ახლა მე გაჩვენებთ რუკას, სხვადასხვა ფრად არის გაღებილი ესა თუ ის ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები, რამდენადაც ხვდები და არა სხვები, ბალტიის სახელმწიფოების გარდა და მე გაჩვენებთ და მე ვიმსჯელოთ. ნახეთ, დავიწყოთ. ეს არის უკრაინა. გადარჩენილი უკრაინა ძირითადი ნაწილი ქვემოთ მოლდოვა, ზემოთ ბელარუსი. და ყვითელი რაც ჩანს, ეს არის რუსეთი. გადარჩენილი უკრაინა უთუოდ გახდება არ ჩანს ამ რუკაზე და მისგან აქეთ შემგარ ხელმარჯვნივ ევროპის სივრცის ნაწილი. უკრაინას უთუოდ მიჰყვება ეს რაფერია? მუქი ლურჯი ალბათ. უთუოდ მიჰყვება მოლდოვა, რომელიც ჩანს აქ სახელმწიფო რუმინეთის მეზობელია მოცემულობაზე და არ არის გამორიცხული, რომ ერთ სახელმწიფოდ გარდა იქნას. ერთი ხალხია რუმინელები და მოლდოველები, რომ ვიცოდეთ მაინც. არანაირი პრაქტიკულად განსხვავება მათ შორის არ არის. ბელარუსზე მუქი მწვანე რაც არის, რა ფრადაც არის გაღებილი ეს სახელმწიფო,
და რუსეთზე რომელიც ყვითელია რა გითხრათ რით გაგახაროთ მაგრამ თუ გადმოვინაცვლებთ აღმოსავლეთში ეს არის ყაზახეთი დიდი რომელიც აკი გითხარით რომ ჩინეთს ესაზღვრება მისი აღმოსავლეთი ნაწილი ჩანს თუ არა არ ვიცი აი ეს არის როგორც მე ხვდები აქვე არის ყირგიზსტანი მუქი მწვანე აქვე არის ტაჯიკეთი ღია ყავისფერი ყვითელში გადასული და აქვე არის უზბეკეთი რომელიც ესაზღვრება ტაჯიკეთს და ქვემოთ ავღანეთს და აქ არის თურქმენეთი რომელიც ესაზღვრება თურქმენეთი მუქი ყავისფერი აი ეს სახელმწიფო რომელიც ცხადია გადის კასპიის ზღვაზე ესაზღვრება ირანს ესაზღვრება ავღანეთს ესაზღვრება უზბეკეთს და ესაზღვრება ჩრდილოეთიდან მისგან ჩრდილოეთით უზარმაზარ ყაზახეთს განვაგრძოთ ჩვენ ქვეყანასაც მოვუახლოვდეთ ეს ამდენად კარგად ჩანს არ ვიცი ეს არის საქართველო ეს რომელიც არის ღია ყავისფერი ალბათ ეს არის სომხეთი ეს არის აზერბაიჯანი რომელიც გადის კასპიის ზღვაზე საქართველო გადის შავ ზღვაზე სომხეთი არც ერთ ზღვაზე არ გადის თუმცა აზერბაიჯანთან ურთიერთობას ალაგებს საქართველოსთან ურთიერთობა არეული აქვს სომხეთი თავის მხრივ ესაზღვრება ირანს დავაპატარაოთ ირანს საქართველო ესაზღვრება თურქეთს სომხეთი ესაზღვრება თურქეთს აზერბაიჯანიც ესაზღვრება თურქეთს და აზერბაიჯანი თავის მხრივ ესაზღვრება ირანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეხლა მე მინდა ვიკითხო თუ ოკეან გაღმა ყველგან საკუთარ ინტერესებს გაატარებს შეერთებული შტატები თუ აღმოსავლეთში უზბეკეთში ყაზახეთში თურქმენეთში ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში შეერთებული შტატები გაატარებს საკუთარ ინტერესებს და თუ რუსეთი სუსტდება ამასობაში უკრაინა და მოლდოვა თუ შედიან ევროკავშირში და უსაფრთხოების ახალ სისტემებში სად არის ეს პატარა საქართველო როგორ გგონიათ მიატოვებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ჩვენს ქვეყანას და ფიქრი იმის თაობაზე რომ საქართველოს ყველაფრის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატები მიატოვებს რელევანტური ფიქრია რა საკვირველია შესაძლოა საქართველოს ეს ჩვენი პატარა ქვეყანა იქცეს გეოპოლიტიკურ ჩიხად თუმცა გულახდილად გეტყვით რომ დასუსტებული რუსეთის ფონზე სადაც როცა რუსეთი ყველგან უნდა დასუსტდეს და მისი ინტერესები არ ნაკლებად უნდა იყოს გატარებული არც ცენტრალურ აზიაში არ იქნება გატარებული და არც რუსეთისაგან დასავლეთით უკრაინაში და მოლდოვაში შეიძლება საქართველოს აქციონ გარდაქმნან ან დატოვონ იმ სივრცეში იმ გვარ სივრცეში როგორშიც აღმოჩნდება უფრო ევროპული გეოგრაფიულად სახელმწიფო ბელარუსი უკრაინიდან ჩრდილოეთით მიაქციეთ ყურადღება რომელიც თავის მხრივ ესაზღვრება ლატვიასაც და ლიტვასაც და პოლონეთსაც და უკრაინასაც და რუსეთსაც ანუ საქართველოს შეიძლება იქცეს მესაც გეტყვით უარეს სახელმწიფო თვითონ დღევანდელი ბელარუსია და ბევრი ამეთანხმება ნიტყვის ასეც რომ ბიზიდა ივანიშვილის ხელში რომელიც არაფორმალი მმართველია ეგრა მაგის პასუხია ლუკაშენკასაგან განსხვავებით საქართველოს უკვე იქცა ან კავკასიის ბელარუსად უკვე იქცა კავკასიის ბელარუსად ან ბევრად უარეს სახელმწიფოდ მაგრამ მეორე ჯგუფი ადამიანებისა თუ იტყვის რომ მათ შორის იმის გამო რომ კავკასიის რეგიონში რევანში არა იყოს ამ ყვითელმა კი რეალურად კი წითელმა რუკაზე ყვითლად შეღებილმა სახელმწიფო რუსეთმა რომელიც დარჩება როგორც ქვეყანა რევანში არა იყოს კავკასიის სამივე მესამედში ანუ დარჩენილ ერთ მესამედში შემოვა შეერთებული შტატები და არსებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გარკვეული პერიოდის შემდეგ ოღონდ მნიშვნელოვანი არის ის რომ განსაზღვროთ და დაახლოებით მაინც წარმოდგენა გქონდეს როდის არის ეს მნიშვნელოვანი ჰაერში გამოკიდებული მნიშვნელოვანი პერიოდი როდესაც დაიწყება მართლა დაიწყება ეგრეთ წოდებული ტრიპის ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის რომელიც აკავშირებს კავკასიის რეგიონის სამხრეთს მოდი ასე ვიტყვი თურქეთთან და მერე უკვე ევროპასთან ამის მშენებლობა როდის დაიწყება ეს მშენებლობაო თუ მეორე თქვენგანი მკითხავს მე გეტყვით რომ ძირითადი შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
გაფორმდება დაახლოებით მიმდინარე წლის სექტემბერში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, მათ შორის ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ პროექტთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი ქვეყანა აზერბაიჯანი ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მეორე ქვეყანა სომხეთი, რომელიც სომხური საზოგადოების მცირე ნაწილის იმედი მაქვს აზრით მაინც დაჩაგრულია, ასევე ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ მთლიან ყარაბაღს, ასე იყო სადავო, ცნობს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ერთხელ და სამუდამოდ, არანაირი ტერიტორიული მთლიანობა პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით არ აქვს კონსტიტუციაში, ცვლილებებიც უნდა შეიტანოს სომხეთმა და ამას ვერ ახერხებს ფაშინიანის მთავრობა ეხლა, მოცემულ ეტაპზე. იმიტომ ვერ ახერხებს ავხსნათ მაყურებლისათვის, რომ მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში და იქ უნდა გაიმარჯვოს ფაშინიანმა და ფაშინიანის პოლიტიკურმა ჯგუფმა ისე დამაჯერებლად, რომ რევანშისტები საბოლოოდ, რევანშისტები, რომლებიც რეალურად არიან რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, ისინი საბოლოოდ გაანადგუროს კი არ მოსწონთ ეს სიტყვა, არ მოსწონს ეს სიტყვა ბევრს, მაგრამ სწორედაც რომ ეს არის ეროვნული ამოცანა ფაშინიანისა, რუსები, ანუ რევანშისტები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი არ გვინდა გარდა ყარაბაღისა. არაფერი არ გვინდა, არც ევროინტეგრაცია გვინდა, არც განვითარება გვინდა, არც თურქეთთან ურთიერთობის დალაგება, აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგება, საერთოდ არაფერი არ გვინდა. არ ვფიქრობთ სომხეთის მომავალზე, ჩვენ გვინდა მხოლოდ ეს სიმსივნე რეალურად ყარაბაღის სახით, ისინი უნდა გაანადგუროს სომხეთის სახელმწიფომ, ასე ვიტყვი, და კონკრეტულად ფაშინიანის ხელისუფლება, მაგრამ მარტო რევანშისტ პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ძალებზეც არ არის საუბარი. სომხეთის ეროვნული ამოცანაა, ორი კიდევ ამოცანა აქვს. მისაღწევი თუ დასაძლევი, ეს არის გიუმრის სამხედრო ბაზის გაყვანაზე ლაპარაკის დაწყება და მერე უკვე გაყვანა, ანუ რუსების საყრდენზე სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლებების დროს რუსებს დაუკანონდათ ეს სამხედრო ბაზა და მრავალწლიანი იჯარა აქვთ, იცით თქვენ, მაგრამ კავკასიაში სულყედ არის წარმოდგენილი. ეხლა რომ ვერაფერს ვერ ბედავს რუსეთი კავკასიაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელების დამსახურებაა, თორე გაცილებით მეტი ჯარისკაცი და გაცილებით სერიოზული ტექნიკა ეყოლებოდა აფხაზეთშიც, ხირვალის რეგიონშიც, გიუმრიშიც, რომ ვიცოდეთ, მაინც ჯამში 5-6-7 ბაზა აქვს სომხეთში, არა კავკასიის რეგიონში რუსეთს. მოკლედ ფაშინიანის ეროვნული ამოცანა იქნება, რომ სომხეთიდან გააგდოს, გაუშვას, გააცილოს რუსები გიუმრის ბაზიდან და მეორე ამოცანა ამოძირკვოს, გაანადგუროს ეს სიტყვა კიდევ ერთხელ მოვიშველიოთ, სომხეთის ეკლესიაში ჩაბუდებული რუსული აგენტურა, რომელიც უხვად არის. დიახ, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ყველგან პრაქტიკულად უკრაინაში რასაკვირველია, საქართველოში რასაკვირველია, ხო ვითომ პრავოსლავნები არიან, ვითომ მართლმადიდებლები არიან, რეალურად ხო კირილ გუნძიაევები არიან, რუსეთის საპატრიარქოში კირილ გუნძიაევისტები არიან. ხო, იქაც რუსეთშიც უშუალოდ, ბელარუსში, უკრაინაში, აი სამი მართლმადიდებლური სახელმწიფო ჩამოვასახელე. სერბეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში გაგიკვირდებათ და საბერძნეთშიც კი და საქართველოში რასაკვირველია, მაგრამ აგრეთვე ესე კონფესიურად ვთვლათ, რომ არ ემთხვევიან, ხო, მართლმადიდებლები არ არიან სომხები, იცით თქვენ, იქაც და ყველგან ჩანერგა საბჭოთა კავშირის საკუთარი KGB აგენტურა ჩვენთანაც და სომხეთში და აი ფაშინიანის ამოცანაა, რომ სომხეთის ეკლესიაში ეჩმიაძინიდან ამოძირკვოს და გაანადგუროს სწორედ რუსული აგენტურა. აი ამ ყველაფერს რომ მოვათავებს, ანუ არჩევნები ჩატარდა, რეფერენდუმი ჩატარდა, სომხური ცეთში არსებული რუსული აგენტურა განეიტრალდა, თუ მაინც და მაინც სიტყვა განადგურება არ მოგწონთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მე უკვე გაფორმდება საბოლოო შეთანხმება და დაუბრუნდეთ საქართველოს. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო არის საქართველოს როლი.
რას აკეთებს საქართველოს გავიგეთ რომ საქართველოს არ ანვითარებს საკუთარ საპორტო ინფრასტრუქტურას ანაკლიას არ აშენებს ბანდიტი კობახიძე და შიზოიდი პარანოიკი რუსეთის აგენტი ბიზინა ივანიშვილი არაფერს არ აკეთებენ იმისთვის რომ ჩვენ განვითარდეთ როგორც სახელმწიფო გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ საქართველოს ტერიტორია მათ შორის მისი პორტი ყველაზე მძლავრი პორტი სამწუხაროდ ეხლა ფოთი გვაქვს და არა გვაქვს ანაკლია დასჭირდება დასავლეთს იმისთვის რომ ტვირთები მშენებლობისთვის აუცილებელი ტვირთები აი ამ ტრიპის მშენებლობისთვის აუცილებელი ტვირთები ჩაიტანოს როგორმე ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანამდე თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ასე შემდეგ და აძლევს კი ამ დერეფანს და რა ფორმით აძლევს ამ დერეფანს სახმელეთო გზას ჯერ პირველ რიგში საზღვაო ინფრასტრუქტურას და მე სახმელეთო ზღვას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რუსებისა ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩამოვიდნენ ეს სტაფერები მეთქი ასე ვიტყვი არა სენატორები არა კონგრესმენ სენატორები არამედ ცალკეული ისპირები რომლებიც ცალკეული კი არა ისპირები რომლებიც რამდენიმე კანონმდებელთან ერთად მუშაობენ მათ შორის საქართველოს საკითხებზე ერთ-ერთი მიზეზი არის თუ საბაბი არის ეს რომ ისინი ლაპარაკობენ და არა მხოლოდ ისინი არამედ ამერიკელები პერიოდულად ლაპარაკობენ და კითხულობენ კი მაგრამ რას აპირებთ თქვენ საქართველოს რას აპირებთ უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ თადარიგი დავიჭიროთ ჩვენ უნდა გვაინტერესებს რა პოზიცია გექნებათ თქვენ ამასთან თუ რაღაც სხვა საკითხთან დაკავშირებით და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოზიციის გარკვევა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით კვლავ ვიმეორებ ესე იგი ახლა მე გეტყვით რა ხდება საქართველოსთან კონტექსტში წავიკითხავ ანუ ციტირებას აი ტელეფონი მიჭირავს და ვაკეთებ გვამბობ იმას რაც კონტექსტში ხას უსვამთ და არა საქართველოს თაობაზე მე დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მივიჩნევ რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს მიაქციეთ ყურადღება რომ არ ვასახელებ ქვეყანას დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისათვის რომელიც მთლიანად ან უმნიშვნელოვანწილად მიმდინარეობს შეერთებული შტატების ფარგლებს გარედან და ამით ვაცხადებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ამ საფრთხესთან დაკავშირებით. დავხუროთ ბჭყალი და გაგიმხელთ. ლაპარაკია კუბაზე. მაგრამ კუბაზეა ლაპარაკი დღეს და დაუბრუნდეთ იმ თემას, რომ დღეს მოცემულ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები ორიენტირებულია არა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაზე, ცენტრალურ ამერიკაზე, კუნძულ კუბაზე, ან სამხრეთ ამერიკაზე, არამედ ის ორიენტირებულია ყველა იმ სახელმწიფოზე, სადაც მისი სახელმწიფო ინტერესი არის. დღეს კუბასთან დაკავშირებით ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი, მაგრამ 2027 წელს პირობითად, როდესაც დაიწყება რეალურად ამ ტრიპის ამოქმედება და ასე შემდეგ. თუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მისმა პარანოიკმა ბიზინა ივანიშვილმა, მმართველმა პარანოიკმა ბიზინა ივანიშვილმა გაჭედა და არ ეთანამშრომლა შეერთებულ შტატებს, იცით თუ არა თქვენ, რომ მაღალზე მაღალი ალბათობით ამ შინაარსის, ამ კონცეფციის, ამ მიმართულების, ამგვარი მიმართულების განცხადებას ტრამპი გააკეთებს საქართველოსთან დაკავშირებითაც. ეხლა კუბა და ხვალ ბიზინა თუ საქართველო იქნება მისთვის საინტერესო აქვე ტრამპი ამბობს კუბასთან დაკავშირებით ვიმეორებ. კუბა თანამშრომლობს რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფალი, კონკრეტულად ირაკლი კობახიძე, ჩინეთთან თანამშრომლობს თუ არა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს. ოღონდ მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინეთთან, არამედ ბევრ რამეს აძლევენ ესენი ჩინეთს სტრატეგიული ხელშეკრულების ვითომ და სტრატეგიული ხელშეკრულების ფარგლებში, ბევრ კარტ ბლანშს აძლევენ. რუსეთთან თანამშრომლობს თუ არა, დადასტურებული ამბავია, ირანთან სამზი მარში თუ ჭირში თუ კელეხში იყო კობახიძე, ჰამასთან, ჰამასის ლიდერებთან ერთად ფოტოებს იღებდა და პოზიორობდა მეთქი ასე ვიტყვი. ეს ტრამპისთვის იქნება, როცა მიაწვიან ინფორმაციას წითელი ხაზი. მაგრამ ეს არ არის სრულად რაც გითხრით. კუბა, კლავი მეორე კუბაზე საუბრობს, თავხედურად მას იძლევს ამერიკის შეერთებული შტატების სახიფათო მოწინააღმდეგეებს
და იწევს მათ ქვეყანაში თანამედროვე სამხედრო და საზაზრო ობიექტების განსათავსებლად. რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. კუბა ახლოს არის, მაგრამ უსაფრთხოება შეერთებული შტატებისა გადავრცელებულია ყველა იმ სივრცეზე, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სახელმწიფო ამერიკული ინტერესი და კუბის ნაცვლად რომ ჩასვათ საქართველოსაც ზუსტად მიესადაგება ივანიშვილის საქართველოს ეს სიტყვები. კუბა, შემდეგი აბზაცი. საკუთარ ტერიტორიაზე ანთავსებს რუსეთის უმსხვილეს რადიოელექტრონული დაზვერვის ობიექტს. მე არ მაქვს ინფორმაციების დაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას იგივეა გაკეთებული, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის თვის საჭირო რუსეთს დასჭირდეს რადიოელექტრონული დაზვერვის ობიექტების ან რაღაც მსგავსი ობიექტების განთავსება. რომელიც ცდილობს მოიპაროს კონფიდენციალური ინფორმაცია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში, მაგალითად რადიოელექტრონული დაზვერვის ობიექტი, ეცდება მოიპაროს კონფიდენციალური ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კავკასიის რეგიონში. კუბა, ისევ ტრამპის ციტირება, აგრძელებს ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოს არ აგრძელებს და როცა მოიცლის შეერთებული შტატები საქართველოსთვის და დაუბრუნდეთ რუკას. მოიცალა მან ყაზახეთისთვის მწვანე ფერია, მოიცალა უფრო მუქი მწვანეა ყირგიზეთისთვის, იმიტომ რომ მისი ლიდერიც მიიღო. მოიცალა ღია ყავისფერია ყვითელში გადასული, ხედავთ თქვენ ტაჯიკეთისთვის, უზბეკეთისთვის ძალიან მძლავრი სახელმწიფოა, საკმაოდ მძლავრი. არა დემოკრატიულია, სხვა შორის არც ერთი არ არის დემოკრატია. მაგრამ მოიცალა და ისინი მათი ლიდერები ჩაიყვანა ტრამპმა შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში ოვალურ კაბინეტში მიიღო და თურქმენეთი, რომელიც რასაკვირველია დემოკრატიასთან ჩავლელიც არ არის, ჩვენც კი ჭყალებში ოაზისი ვართ, თუმცა თურქმენეთის გზაზე ვდგავართ. ამათთვის თუ მოიცალა, სომხეთისთვის თუ მოიცალა, აზერბაიჯანისთვის თუ მოიცალა, უკრაინისთვის თუ მოიცალა, მოლდოვისათვის თუ მოიცალა, ბელარუსს ჩაუტოვებს რუსეთს სწორედ იმის გამო, რომ ეს არაადეკვატური სახელმწიფოა, მაგრამ ამისთვის აღარ ხდება დაზომება, ვერ ვახერხებ. აქ რა ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის როგორ არ მოიცლის. განვაგრძოთ ტრამპის 22 წუთი კი მიიწურა, მაგრამ მაინც ამეკარგა ამასობაში ტრამპის განცხადება, მაგრამ მივაგნებთ, არაფერი პრობლემა არ არის. კუბა აგრძელებს ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას დაზვერვისა და თავდაცვის სფეროში. საქართველო არ აგრძელებს. გაგიმხელთ და მithქვამს კიდეს, მაგრამ მაინც იცით თუ არა თქვენ, რომ ბიზინა ივანიშვილს თავაზობს მოსკოვი ანტიტერორისტული ცენტრების შექმნას საქართველოში. ეს კავკასიის რეგიონისთვის ხვდებით, იმ კავკასიის რეგიონისთვის, რომელიც ცდილობს თავდაღწევას რუსეთისაგან, რამდენად კატასტროფული იქნება. ანუ რეალურად ეს იქნება დამატებითი რუსის ჯარი, როდესაც აზერბაიჯანი მთლიანად ცდილობს და ახერხებს და სომხეთი ცდილობს და მოახერხებს რუსული გავლენებისაგან თავდაღწევას. დაზვერვისა და თავდაცვის სფეროშიო, კუბა მიესალმება ტრანსნაციონალურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ჰეზბოლა და ჰამასი. საქართველოს ხელისუფლება ღიად არ ამბობს, რომ უჭერს მხარს ჰეზბოლასა და ჰამასს, მაგრამ როდესაც აკეთებენ პროირანულ განცხადებებს, ალი ხამენეის მხარდამჭერ განცხადებებს, თუნდაც პარლამენტის ვიცე-სპიკერ ვოლსკის დონეზე, ესეც მადასტურებელია, რომ ისინი ანტიამერიკულები არიან და ანტიამერიკელებს ამ რეგიონში, სადაც რუსეთს რევანშის შანსი შეიძლება ჰქონდეს, დაუშვებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები. და კუბა უქმნის უსაფრთხო გარემოს ამ ბოროტმოქმედ ჯგუფებს, რათა მათ დაამყარონ ეკონომიკური, კულტურული და უსაფრთხოების კავშირები მთელს რეგიონში და ეცადონ დასავლეთის ნახევარსფეროს, მათ შორის შეერთებული შტატების დესტაბილიზაციას. ამას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. ციტატის დასასრული. ბიზინა გადარჩა 2022 წელს, 23 წელს, 24 წელს, 25 წელს, მაშინაც კი გადარჩა, როდესაც ქუჩაში გადაჭარბების გარეშე იყო 200,000 მოქალაქე გამოსული ვაგლახთა სამწუხარო დღეს 2000-საც კი კარგი 5000 ძნელად თუ 7000 ძნელად თუ კრებთ. მალა შეიხუჟა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამზარეულოებში და ოხრავს. ზოგი წავიდა კიდეც მართლა
მართლა ბევრი მახსენდება, ვინც მიტინგებზე დადიოდა და ვისაც გავიგე, რომ ისინი საქართველოში სამწუხაროდ აღარ არიან. ბიზინა გადარჩა 22-ში, 23-ში, 20-შიც მანამდე 22-დან ვიან გარიშოთ, 22-ში, 23-ში, 24-ში, 25-ში გადარჩა. 26-ს გადაურჩება თუ არა ბიზინა ივანიშვილი. მოდით ახლა გეტყვით ასე. ბიზინა ივანიშვილი იმდენად ძლიერია პერსონალურ სიძლიერეს, პერსონალურ თვისებებს არ გულისხმობ. ძლიერია მისი სახელმწიფო ვერტიკალი, მისი ტიტუშკები, მისი გდდ, მისი პოლიცია, მისი კრიმინალური პოლიცია, მისი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება შედუღაბებული და რაც თავარია ავადმყოფურია, შეკრულია სწორედ შედუღაბებულია სწორედ ამ ავადმყოფური იდეებით, რომ ვინმე მართლა ებრძვის და პარანოიკი კი კვებავს და კვებავს მათ აძლევს მოპარვის შესაძლებლობას თავის ფულს არ იხდის და მერე გამოიჭერს ხოლმე ცალკეულებს როგორც წლების შემდეგ და უკანაც მოატანინებს ხოლმე. მაგრამ ძლიერია და მოდი გეტყვით ასე რომ ბიზინა გადაურჩება ვთქვათ და 26 წელს. მე არ მგონია რომ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ რომ გადაურჩა 26 წელსაც, 26 წელს რა სირთულეებიც ექნება. დაამყარა აქ კვაზი დიქტატურა, ავტორიტარიზმი ნამდვილად დაიჭირა 1 2 40 80 160 320 640 1280 ვაბრავლებ და ვაბრავლებ ორზე პატიმარი ყავს ადამიანი მოქალაქე მის წინააღმდეგ წასული დახურა მედია ასე გადაანადგურა ყველაფერი ჩააბარა რუსეთს პრაქტიკულად ყველაფერი. მაგრამ ბიზინა როგორ გადაურჩება კითხვა მაქვს გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ რეგიონში და ამ რეგიონის სახელმწიფოში კავკასიის რეგიონში და კავკასიის რეგიონის სახელმწიფოს საქართველოში ამერიკული ინტერესების გატარებაზე როგორ იტყვის უარს და ბიზინა ივანიშვილი უარს თუ იტყვის და იტყვის ანუ რუსეთი მას არ მისცემს ამერიკელებთან ვასვასის შესაძლებლობას ამ შემთხვევაში რა ხდება და საქართველოში მიუხედავად იმისა რომ 1280 პატიმარი გვეყოლება იმ ხანად მედია დახურული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები არ იარსებებენ პოლიტიკური სპექტრი დაქსაქსული ემიგრაციაში წასული მისი ნაწილი საპატიმროში მყოფი მეორე ნაწილი გაჩუმებული მესამე ნაწილი მოსყიდული მეოთხე ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად და ასე შემდეგ საქართველოში მაინც დარჩება რის 1280 და რის 12800 და არის 25600 კლავ ორზე გავაბრალებ და არის 41200 არა ბევრად მეტი მოქალაქე ვინც სუსტად იმ მომენტში იხუვლებს და იტყვის რომ თუ ყაზახეთს უზარმაზარ სახელმწიფოს უკრაინაზე დიდს უზბეკეთს დიდარ სახელმწიფოს ყაზახეთის არ იყოს თურქმენეთს დიდარ სახელმწიფოს ყაზახეთის არ იყოს და თურქმენის არ იყოს ტაჯიკეთს და ყირგიზეთს აქვთ ამ რუსული გავლენების შესუსტებისა და ერთგვარი თავდაღწევის შესაძლებლობა. აზერბაიჯანი და სომხეთი თუ დაუძრდნენ ან ცდილობენ რომ დაუძრდნენ რუსეთს. მოლდოვა თუ გავიდანებით უმეტეს შეუერთდა რუმინეთს, რომელიც ერთი სახელმწიფო უნდა იყოს და ეს იქნება უსაფრთხოების კოლგა კიშინიოვისათვის, რა საკვირველია. ეს პირობითი კედელი კიშინიოვის კედელი დავარქვათ ერთს. ხო მოლდოვის კედელი თუ შემოინგრევა პირობითი რასაკვირველია და ერთ ქვეყანაში რუმინეთის კოლგის ქვეშ ნატოს წევრი სახელმწიფოს კოლგის ქვეშ გაერთიანდება მოლდოვა ხო თავდაღწეულია რასაკვირველია უკრაინა თუ გადარჩება რასაკვირველია ესეც უნდა ვთქვათ ხო საქართველო სად შეათრიე და სად დატოვე ანტიტერორისტული ცენტრებითა და რაღაც ოხრობებით ოხერო და მუდრეგო ბიზინა ივანიშვილი იტყვის ამას პირობითად ლაპარაკობ 300,000 მოქალაქე და ისინიც კი ვინც არ გამოსულა ამ წამამდე ვისაც ნერვი არასტოკებია ისინიც კი გამოვლენ ქუჩაში იმიტომ რომ დაინახავენ რომ ისე მიხავს ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილის საქმეს რომ მათ შვილებს დაემუქრებათ საფრთხე ბიზინა ივანიშვილი მათი შვილების განადგურებისათვის არის მოსული ამ ქვეყანაში გარდა იმისა რომ ღალატობს 9 აპრილს 91 წლისა იდეალებს 9 აპრილისა გარდა იმისა რომ ღალატობს ვარდების რევოლუციის იდეალებს გარდა იმისა რომ ღალატობს ქვეყანას რომელიც შესაძლოა ბევრს ისე არ უყვარდეს როგორც უყვარს კიდევ უფრო მეც ბიზინა ღალატობს მოქალაქესაც და ადურთინებენ
ჩემი მაცნობების მათ შორის ჩემი მეგობრების შვილებს მოზარდებს ახლა რომ 10 12 14 წლისანი არიან იმათ ადურთინებენ თავს რუსულ ჯარში და ისინიც კი ის თემური და სხვები გამოვლენ ქუჩაში წესითა და რიგით და თუ არ გამოვლენ ბოდიში სიტყვა განადგურება არ გსიამოვნებთ ბევრს მაგრამ განადგურდებით გაგანადგურებთ მაინც ოღონდ მე ეს თქვენი გამნადგურებელი ჩვენ ეს თქვენი გამნადგურებლები ბოლო მომენტში მაინც დამნდობები ვიქნებით სწორედ თქვენს მიმართ და თქვენ თუ ვინმე მართლა გაგანადგურებს სწორედ ბიძინა და რუსეთია ეს რომ იცოდეთ მაინც ეტყვის რუსეთს შეერთებულ შტატებს თანხმობას ბიძინა ივანიშვილი ვერ ეტყვის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არსით რუსი და ამასთან ხაზგასმით ვამბობ, ამასთან პარანოიკია და იმიტომ არის რუსეთისკენ, რომ პარანოიკია და იმიტომ არის რუსეთის მიერ შერჩეული, რომ პარანოიკია, ნორმალურს ვის შეარჩევდა? ნორმალურს და ემპათიის უნარის მქონე ადამიანს როგორ შეარჩევდა რუსეთი მოსკოვი საქართველოში სწორედაც რომ ეს ჭყალებში უდრეკი უემოციო ანაკონდა თუ პითონი თუ ასე ეძახიან ხო ანაკონდა უნდა შეერჩიეთ აკი შეარჩია კიდეს მაგრამ სახადია ბატონებო სახადი რომელსაც მოვიხდით და გადავრჩებით